ხალვაჩაურის რაიონული სასამართლო ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის მიმართ ახალგაზრდა ადვოკატების სარჩელის განხილვას იწყებს. საქმეს მოსამართლე ამირან ძაბუნიძე განიხილავს. ახალგაზრდა ადვოკატებსა და მურმან დუმბაძეს შორის სამართლებრივი დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მურმან დუმბაძემ ახალგაზრდა ადვოკატების მიერ მის მიმართ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების საპასუხოდ აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, ეს ახალგაზრდა ადვოკატები არიან დაქირავებულები, ორგანიზაცია მურმან დუმბაძისგან ცილის წამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით გავრცელებული ცნობების უარყოფას. მურმან დუმბაძე ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ესოდე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ორგანიზაციის მისამართით გაკეთებული განცხადება, რომ ახალგაზრდა ადვოკატები მოცემული განცხადების დროს ხელმძღვანელობდნენ ხელისუფლების მხრიდან მიღებული დავალების შესრულებით, წარმოადგენს უსაფუძვლოს დაუსაბუთებელს. ჩვენ მივუმართეთ სასამართლოს და ველოდებით ჩვენი საქმიანი რეპუტაციის აღდგენას.